საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი აგრძელებენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლის საბოლოო მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დღეს ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ მცხეთის, ახმეტისა და გლდანის იუსტიციის სახლების მშენებლობა. მინდა ვახარო გლდანის მოსახლეობას, რომ იუსტიციის სახლი გლდანში ძალიან მალე დასრულდება და გლდანელებს და არა მარტო გლდანელებს, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა ის სერვისი მიიღონ ადგილზე ამ იუსტიციის სახლში, რომელიც მიღებაც შესაძლებელია თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში. ანალოგიურად მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება ქალაქ მცხეთაში, სადაც ძალიან დიდი ნაკადი არის მოსახლეობის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, საკურორტო სეზონზე და ამ ხრივაც ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თბილისი განიტვირთება მომხმარებელთა ნაკადისაგან. მცხეთა ასევე შესთავაზებს მცხეთის იუსტიციის სახლი ყველა იმ სერვისს მომხმარებელს, რის მიღებაც შესაძლებელია თბილისში. ანალოგიურად უკვე მომდევნო წლის დასასრულამდე დასრულდება მშენებლობა იუსტიციის სახლის ახმეტაში და იქაც მოსურველებს და მომხმარებელს შესაძლებლობა იქნება მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი იუსტიციის სახლებში. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მიმდინარე მშენებლობებიდან მოვინახულეთ 3 იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი. ვიყავით ახმეტაში, მცხეთასა და გლდანის იუსტიციის სახლებში. მშენებლობის პროცესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სახლისთვის, რადგან ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ ის 500-მდე სერვისი, რომელსაც მთელ ქვეყანას თავაზობს იუსტიციის სახლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქალაქ ახმეტაში მოვინახულეთ იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში იქნება რიგით მე-20 იუსტიციის სახლი, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. ბუნებრივია, იუსტიციის სახლის დასრულების შემდგომ მოსახლეობას საშუალება იქნება 500-ზე მეტი სერვისი მიიღოს კომფორტულ გარემოში და ასევე იუსტიციის სახლში დასაქმდება 15-მდე ადგილობრივი მოსახლე.